მოგესალმებით. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სანადიმო დარბაზში, რომელიც გათვლილია დაახლოებით 250 სტუმარზე. აქ შეგიძლიათ აღნიშნოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ღონისძიება იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე თუ ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი კერძი იქნება აჭარული ხაჭაპური და მარიხი უფრო დეტალურად აგვიხსნის ამ პროცესებს და მოდი ერთად გავამზადოთ მარიხი მე და შენ ეს კერძი. მივესალმებით ჩემ აჭარელ მეგობრებს. ამისთვის გვჭირდება ქვილი, იმერული ყველი, სულუგუნი, ზეთი, კვერცხი, შაქარი და საფუარი. დავიწყოთ მომზადება. მარიხის სხვათა შორის ეს არ არის ჩემი პირველი მცდელობა, მინდა გითხრა, მაგრამ ისეთი კრახი განვიცადე და მთავარი შესწავლა ალბათ დაუშვი იმაში, რომ მეგონა ძალიან მარტივი. ანუ რაღაც ქვილი, ყველი, კვერცხი დაადე ზემოთ და ანუ ძალიან მარტივი თქვა გამოვიდა რაღაცა აფუებული ცომი, გამხმარი ყველი და ალბათ ყველი ვერ შევარჩიეს სწორად, სავარაუდოდ. ხო. იმიტომ რომ ალბათ მაგას აქვს მნიშვნელობა, ხო, რომ ყველს შეარჩევ. ყველს აქვს მნიშვნელობა, როგორ არა. ჩვენი აჭარული ხაჭაპური არის ცოტათი განსხვავებული. არ ვურებთ იმერულს სულუგუნს ვაყრით ზემოდან. ნუ პროცესში ნახავ ამ ყველაფერს. კარგი, დავიწყოთ ახლა მოძელვა. მარიხ, სხვა შორის გუშინ რაღაც მოვიძიე ინფორმაცია, წავკითხე რაღაცეები და რაღაც სხვადასხვა ვარიაციებია აჭარულ ხაჭაპურთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაციულ დონეზე. ერთი რაღაც ბანალური ტექსტი ეწერა, თუ როგორ გავს ნავს, ანუ ნავთან ასოციაცია არის და ნავთან ასოცირდება და მზე, შუაგული კვერცხი, რაც არის, ასოცირდება მზესთან. და მსგავსი რაღაც იყო, რომ ეს მეზღვაურების ერთგვარი მარტივი კერძი იყო და ამიტომ მეც ავდექი როგორც წერან ვახსენე და ეს მარტივი კერძი გავაკეთე. რაღაც საშინელება გამოვიდა იდეაში. სხვა შორის ანუ აჭარაში ანუ ზღვისპირეთში. არ გამოგივიდოდა გიგი შენ, მაგრამ ეხა დღეს ჩვენ გამოგვივა იდეალური აჭარული. აი სწორედ ეგ მიზანი მაქვს, რომ ესე ვისწავლო და გამომივიდეს მეც დამოუკიდებლად სახლში. ერთი სული მაქვს ნახოთ ჩვენი შედეგი. სხვა შორის აჭარაში ანუ რაღაც სიმბოლური არის ხოლმე, როცა აი ყველა მივდივართ ალბათ არ ვიცი შენს. მე როცა ჩავდივარ, აი გამოვიდა ეგრე რომ ყოველ დღე დაახლოებით 10 დღე ვიყავი როგორც მახსოვს. და ჭამდი აჭარულ ხაჭაპურს და სხვადასხვა ლოკაციებზე. მოდი ლოკაციებს აღარ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ჩვენი ხაჭაპური დღეს ალბათ უკეთესი გამოვა, მაგრამ კონკურენტებიც უნდა დავაფასოთ. გადაცემის ბოლოს ვნახავთ რა აჭარულიც გამოგვივა, მაგრამ მართლაც რომ განსხვავებული აჭარულია რესტორან თავადურში. ნამდვილად. მე მინახავს შენი აჭარული, ამიტომ ამას გადმოვიტან. ცომს დავამუშავებ კარგად. მე უკვე დამუშავებულს გავაბრყელებ, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს მე უნდა სოჭართული პროცესია. ვაცალოთ, ცომი უნდა დავასვენოთ. ცოტა უნდა ვაცალოთ. დაახლოებით რა დრო დასჭირდება მაგ? ნუ სადღაც 1-15 წუთი ვაცალოთ ცომს, რომ საერთოდ დამუშავების დროს ცომი რაც უფრო მეტი მუშავდება, მით უფრო მეტ გლუტენს გამოყოფს. და ჩვენც ახლა კარგად დავამუშავოთ ეს ცომი და ცოტა ხანი დავასვენოთ. ამ ეტაპზე ცოტა ხანი უძრავად ვიდგები ხო, სანამ ჩემი ჩართულობა გახდება საჭირო. ამ ეტაპზე შენიყავი ესე. всё, ვუახლოვდებით. ჩემო გიგი. გიგი. ხარებული ხარ დავპატიჟოთ შენს გაკეთებულ. იცი რა არის, ანუ აჭარულზე მე ცოტა ძალიან საშიში არის. შენ დღეს მაგრამ დღეს ვიქნები მზად როგორ ფიქრობ. გიგი ჩვენი ცომიც. მოვზილეთ. всё, დავასვენოთ ახლა. კეთილი, მოკლედ ვაფარებთ, მოკლედ ამას მე ვიზაო. დავასვენოთ ცომი 15-20 წუთი. ჩემი აზრით, ამან რაც არ უნდა დაისვენოს, მგონია რომ არაფერი არ გამომივა. მაგრამ შეფს ამას არ ვეუბნებით. გიგი, ჩვენი ცომი მზად არის, დავიწყოთ მომზადება. დაისვენა. ხე? როგორი? აი, ხა ამას გავუყოფთ. ეხა ეს ავიღოთ ჩვენ. და მუშაობთ. ეს იყოს აქ. შენ ეხა
აიღე, ერთი გუნდა, ერთ გუნდას მე ავიღე. მოკლედ ამას და დავიწყოთ. კი, გავაბტყელი. აიღე ცომი. მივცეთ ჯერ ცომს ფორმა. რგვალი. და ვიწყებთ. ქული დავაყაროთ ხა ამას? თუ მოითხოვს. კი. ცოტა ოვალურად თუ მრგვალი იყოს. შენ ახლა მიეცი, გავბრტყელე. ცომ გამოცლილი თუ ცომ გამოუცლელი? რომელი გიყვარს გიგი? კაი. გონი რა. გამოცლილი უფრო საინტერესო ის ვფიქრობ. მაგრამ მეც გამომივიდა ეგ იყო ცომი. მე ცოტა გავწეროთ. ხა მას აქვს ქვილი ბევრი. ესე მიდი აიღე საფრთხელებელი. რაც ისეთ ფორმა აქვს მაცა. მე ავიღებ ერთი თუთი ამას, რომ ცოტა მივცემეთ ფორმა. იქვიძახი არ მინდა თქო. მნიშვნელოვანია მე ესე ვფიქრობ. კი, ვიზუალის. მაგრამ გონი ჩემი ძალიან მახინჯია. არა. ნახე. ხარ გადავაბრუნო ან რა არ უნდა ამდენი ფქვილი არ უნდა. აჰა. всё. ხამე. ცოტა გავაფართოვოთ შენი. ცოტა გვერდები და დავიწყოთ ჩვენ ახლა ფორმის მიცემა. მოდი მეც გავწელავ. ესე. კუთხეები შევუკრა ესე იგი. კი. ეხა რაშიც უნდა გამოვაცხოთ, ეს მომაწოდე. მე გადმომახსოვი. ეხა ხო არ დამეშლება, ანუ ძალიან სახიფათო რაღაც ყოფილა. არა. მერთო. კარგია. ეს ცოტა ხორ გავშალო ესე რა. მე გავშალო. მე კი ბატონო. კი რა, კაი ფორმა აქ ნახე. ვიღებ ყველს. ეს წვერებზეც უნდა გაიშალოს. არა უშავს. გიგი, ახლა კი დროა გამოვაცხოთ ჩვენი აჭარული ხაჭაპური და ვნახოთ როგორი გამოგვივა. წავედით. 7-8 წუთი დაგჭირდება ამისთვის და ბოლო 1 წუთი რო იქნება დარჩენილი, კვერცხის გული უნდა გავუკეთოთ. ვუალა. გიგი, ვადებთ ახლა კვერცხს. და 1 წუთი დაველოდოთ. გაასხამ კვერცხმა. აჰა. განადგურებულა ბაუშა. ბაუშა. მოკლედ საინტერესო გამოცდილება იყო, გემრიელიც გამოგვივიდა, მე ესე ვფიქრობ, ვიზუალი შეიძლება შენი ნამდვილად ლამაზია, მაგრამ თავარია გემო. მაგრამ გემოსთან ერთად ვიზუალურად ესეთ შვენიერ აჭარულ ხაჭაპურს შეჭამთ თავადურში. მოკლედ მეგობრებო, შეფმა საოცარი მასტერკლასი ჩამიტარა, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც აი მეგობრებთან დეიტზეც კი მოვამზადო აჭარული ხაჭაპური და მგონია რომ არ შევრცხვები. პირველი ორი გადაცემა გახდათ გაცნობითი ხასიათის. შემდეგ ეპიზოდებში იხილავთ მოწვეულ სტუმრებს. ჩვენ კი დროებით გემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოგესალმებით დღეს. ეს ჩემი ჩათვლია. აი, თემოჩი მოგესალმები ზირადო თუ ზაღადაო. შეფმა, მარეხი არ არის ეს შეფმა. ჩვენაც შეფ. ისე აჭარო ხაჭაპურს გამოაცხო მართლა კოკა-კოლა. ვაუ, უნდა გააკეთო. ეს საფუძვლებს უკვე ფლობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესე მარტო სახში უკვე შემიძლია წავიდე. მარტო დავდგე. ია ტიქნიკუდე. რატო ია? და ის რა იყო? შემდეგ დამავიწყდა გადავა. ჩვენი ეს. დამეს. მოვიდა დრო, გამოვაცხოთ ჩვენი აჭარული ხაჭაპური გიგი.
დაჭირდება 7 მაწვდის. 7 მაწვდი რა კიდე გასვა. არ ვიცი. მაშინ შევწამებაი. არ მესმოდა რას მეუბნებ ჩემთან. ანუ მე რომ ლაპარაკობ იმასკენ რა. ხო. ორი წამი დამაჩადი დასრულება და მე რა იცი. როგორ